რამდენად შეიძლება ბავშვის მეტყველების შეფერხება გამოწვეული იყოს მშობლის უყურადღებობით. აი მაგალითად ძალიან დაკავებული მშობლები ხო ჩვენ ვიცით რომ ეს ხშირად ხდება. ალბათ ეს ამ ასაკში ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრესია ბავშვისთვის, როდესაც არ აქვს დიდი ყურადღება მშობლისგან. რა თქმა უნდა, თუმცა ამაში ესე ვთქვათ ვერ დავადანაშაულებთ მშობლს, იმიტომ რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე სრულიად გასაგებია, რომ ბევრი რაღაცების პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული უფროსებს. თუმცა ამის გამოსწორება და სხვანაირად დატრიალება ძალიან კარგად შეიძლება. შესაძლოა მე იმდენი დრო არ მქონდეს, რომ ჩემ შვილთან გავატარო, თუმცა ის დღის განმავლობაში 10 წუთი იქნება, 1 საათი თუ რაღაც 2 საათი, რაც უფრო ეფექტურად გავატარებ მასთან ამ დროს, მით უფრო უკეთესი არის. არ არის აუცილებელი, რომ დილიდან საღამომდე შეიძლება ბავშვთან ვიყოთ, თუმცა აი ამ კომუნიკაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და რამდენად ხარისხიანი არის ბავშვთან გატარებული დრო. ერთი არის, რომ შეიძლება მე ვიჯდე პატარა ბავშვთან და იმას თავისთვის ედოს წინ სათამაშოები მე ჩემთვის, ან მე ტელეფონში ვიყო და პარალელურად საქმეებს ვაკეთებდე, ეს არ არის ეფექტური დრო. ანუ ფიზიკურად ბავშვთან ყოფნა არ ნიშნავს მასთან დროის ეფექტურად გატარებას. კარგი,